ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა პირველად გვიწევდა აი ასეთი დიდი პასუხისგებლობის აღება თავზე, იმიტომ რომ პატრიარქის არჩევა ჩვენ არასდროს არ გქონია პრაქტიკაში, არც გვიყურებია ვინმესთვის ჩვენთან საქართველოში და ამიტომ გარკვეული ღელვა გქონდა. Ქონდა ასევე გარკვეული კითხვები ერთმანეთისადმი და ჩვეულებრივი პროცესია, როცა ადამიანი რაღაცაზე მსჯელობს, ის თავის აზრს გამოთქვავს, სხვა თავის აზრს და ყველამ გამოთქვა თავისი აზრი, აბსოლუტურად ყველა მღვდელმთავარმა და ესე შეჯერებულად გავაგრძელეთ გზა ასე ერთმანეთთან თანხმობაში. საკამათო საკითხები აქვს. საკამათო როგორ გითხრათ, იცით, იყო რაღაც თქვათ მიდგომებთან მიმართებაში. თორე ისე ყველა შევთანხმდით, რომ ესე იგი დებულება, რომელიც არის მიღებული 95 წელს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო დოკუმენტი აი არჩევნების პერიოდში. ანუ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ აი შეიძლებოდა რაღაც შეცვლილიყო თქვა მეუფე ისაიას ჩვენ კონკრეტულად განათლებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ მეუფე დანიელის გამო ასაკზე იმსჯელებდით და ასე შემდეგ. დიახ, ოღონდ ჩვენ აი პიროვნებების საკითხებში არ შევსულვართ, პრინციპებთან დაკავშირებით ქონდა საუბარი. ხო და ამ პრინციპებთან დაკავშირებით ისე იყო, რომ ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ უმჯობესია, რომ არ გადაუხიოთ მართვა-გამგეობის დებულებას, იმიტომ რომ უფრო მეტ კითხვას გამოიწვევს გადახვევა, ვიდრე თქვათ ამის მიყოლა, თუნდაც შესაძლებელი იყოს ამ მართვა-გამგეობის დებულებაში. უფრო მეტს მიეცემოდა საშუალება. ანუ გააჩნია ინტრიგაში ვინც უნდა რომ შევიდეს იმისთვის კი და ჩვეულებრივი ურთიერთობებისთვის არა ალბათ. ხო, არა, ნუ შემდეგ ვარ დარჩენოდა თქვათ რაღაც უკმაყოფილება. აი, უკმაყოფილება ჩვენთან როგორ არის, იცით, აი მადლობა ღმერთს რომ ასე არის რა, მიხარია რომ ეკლესიაში ეს არის, აი რეალურად. ჩვენ როდესაც კამათობთ ერთმანეთში, ვამბობთ ჩვენ აზრებს, ერთმანეთს უსმენთ, მე სხვა ამბობს, მე სხვა და შემდეგ ბოლოს ჩვენ გარკვეულ დასკვნამდე მივიდივართ რა გავაკეთოთ და კენტისყრა დგება, რომ აი დავასრულოთ ამ საკითხზე დისკუსია, იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე ჩიხში შედის, თუ ჩვენ გავაგრძელებთ აზრი არა აქვს, ჯობია გადავწყვიტოთ კენტისყრით. და კენტისყრით 1 2 3 4 5 ადამიანი იყო წინააღმდეგი, ხა ზუსტად შეიძლება ვერ დავინახე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისაც უნდა გაგრძელება ამ თემაზე დებატები. ხო, და ეს დავამთავრეთ და უკვე მე ყველა დაემორჩილა ამ პრინციპს. ასაკის საკითხი იწვევდა ასეთ ყველაზე მეტ კამათს, იმიტომ რომ მეუფე დანიელი არის 70 წლის და რადგან დებულებაში წერია, რომ არა უმეტეს 70 წლისა, შესაბამისად ბევრი ამბობდა, რომ 71-ის არ გახდები, არ ხარ არა უმეტეს 70-ისა, ხარ 70-ის და მას რატო არ მიეცა საშუალება? ყველაფერს მიეცა საშუალება, უბრალოდ როგორ არის, იცით, ეს ყველაფერი იყო განხილვის საგანი. განვიხილეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი არ გვაძლევს, ესე იგი, წინსვლის საშუალებას, თუ ჩვენ დავიწყებთ ყველა ინტერპრეტაციის განხილვას, ძალიან შორსწავლად და მეუფე დანიელმა ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა მან ამ საკითხში, აი როგორც სინოდმა გადაწყვიტოს, ისე იყოსო და აი ბოლომდე მიყვა ამ თავის კონსტრუქციული პოზიცია თავად არ ქონია. არ ქონია ესე და ანუ გამოძრო სინოდმა განმარტა, რომ თუ 70 წელს ერთი დღით მაინც გადაცდები, უკვე 70-ზე მეტის ხარ ამაზე. სინოდს ასე მიაჩნდა დიახ უმრავლესობას და საბოლოო ჯამში ამ საკითხზე კამათის აზრი უკვე დაკარგული იყო, აღარ ღირდა კამათი, იმიტომ რომ ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და ეს აზრი იყო ასეთი რა, რომ ესე იგი არ ღირს ამაზე კამათი, იმიტომ რომ ასე წერია და ჩვენ ახლა რაღაცები არ დავიწყოთ აქ შესწორებები და რაღაც შეყვანა ჩვენი პოზიციების დასაგებია და საბოლოო ჯამში იყო 6 კანდიდატი, ხო? საბოლოო ჯამში გამოირჩა 6 იყო თავიდან სადღაც 15-მდე რამდენადაც მახსოვს, ვისაც ჰქონდა ამის უფლება, კანდიდატი ყოფილიყო თავის განათლებითაც და წოვანებითაც. ხო და
მათ შორის მეც და მე უარი ვთქვი, ანუ ჩემ კანდიდატურაზე მოხსენი ჩემი კანდიდატურა. თავად განაცხადეთ ხო არა? მე უარი ვთქვი. რატომ? მე მიმაჩნია, რომ როგორ არის, იცით, თუ არ არის აუცილებელი რომ მე აუცილებლად ეს საქმე უნდა ვაკეთო, პატრიარქობა არ არის უბრალო საქმე და მე ღვთის წინაშე ეს საკითხი განვიხილე ჩემ თავზე. ჯერ ერთი ვთქვი მეუფეშიოზე, ესე იგი პატრიარქისგან არის, ეგრე რამდენი წელია ასწავლიდა ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა და პატრიარქობას აგუებდა მას. ხო და მე ახლა რა უნდა მექნა, მე არც ამბიცია მქონდა ამისი და არც ჩემი დამოკიდებულება არ იყო ასეთი, მე ცუდად ვიქნებოდი როდესაც თქვა ჩემ კანდიდატურას დავტოვებ. შინაგანად ვერ ვიქნებოდი თანხმობაში ჩემ სულთან, სულიერ მდგომარეობას. ამიტომ მე მირჩევნია მშვიდად ვიყო, არა ისე რომ ხარცედოზე წამოვწვეთ, ქარიძე ჭონდიდში უბრალოდ ხარცედოზე ვერ წამოვწვეთ. ხო და მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ისეთი იყო, რომ მე მირჩევნია რომ ესე იგი ჩემ ადგილზე ვიყო, ვიდრე რაღაცა ჩემთვის მძიმე ჯვარი ავიკიდო და რისი გულისთვის. და მეორე მომენტია, რომ მე შინაგანად არანაირად ზადამისთვის არ ვიყავი და პირდაპირ მე არც ბევრი არც მიფიქრია. თავიდან მე 6 კაცმა ჩათვალა ადამიანად ჩათვალა რომ სხვებმაც ასე ჩათვალეს ბევრმა. ხო, 6 პირიქით ჩათვალა. ხო და 6-მა ჩათვალა რომ მიიღონ მონაწილეობა. ეს მათი უფლება, მე ხა იმის გამო რომ მე უარს ვამბობ, არ ნიშნავს ეს რომ მე მათ წინააღმდეგ რამეს ვამბობ, უბრალოდ მათ როგორც თუმცა ნუ ხედავთ რომ 20 ხმა მიიღო მეუფეშიომ, რაც ნიშნავს იმას რომ ფაქტობრივად საკმარისი ხმები აქვს და შემდეგმა არჩევნებმა რაღაც ასე ვთქვათ ინტრიგა დაკარგა შეიძლება ალბათ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ 39, 20 ხმა მიიღო და ალბათ კიდე დაემატება, ნუ არ ვიცი, იმიტომ რომ უკვე სხვა კანდიდატები დარჩა მხოლოდ 3. კი ბატონო, ხო, ნუ მეუფე გრიგოლ 7, უკვე იოს 7. თქვენ როგორც მივხვდით, მეუფეშიოს ხარდამჭერებში იყავ. მე თავიდანვე ვთქვი ეს. განაცხადეთ და რატომ გადაწყვეტეთ რომ მეუფეშიოსთვის დაგეჭირათ ხარ? იმიტომ რომ პატრიარქის გამორჩეული იყო, ეს იყო მთავარი. პატრიარქისადმი ნდობიდან გამომდინარე, მე მიმაჩნდა, ყოველთვის მიმაჩნდა და ეხლაც მიმაჩნია, რომ პატრიარქის ყვალზე სიარული სწორი გზა არის რა და სანამ ჯერ კიდევ ეხლა ჩვენ იმის ყვალზე მივდივართ, ეს ყველაფერი უნდა დავიცოთ და მე გაგრძელდება ჩვენი გზა. ხო, ვითარება შეიძლება 1000 რამე მოხდება, შეიძლება 20 წლის, 30 წლის შემდეგ სულ სხვა ვითარება იყოს და მერე პატრიარქის როლი კიდევ სხვა იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ სწავლებას არ შეიძლება რომ გადაუხვიოთ, იმიტომ რომ ეკლესია სწავლებაზე დგას და არ შეიძლება ეკლესიის წესწყობილებაზე უარი ვთქვათ. დანარჩენ საკითხებში სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ პატრიარქის დანატოვა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც ყველასთვის. თუმცა იყო განსხვავებული, ხო, ინტერპრეტაცია იგივე, რომ აი მოსაყნით დანიშნა არ ნიშნავს, რომ მე მკვიდრე დატოვა. იმიტომ ეს არ არის სამეფო ტახტი, რომ მე მკვიდრე დატოვოს და ასე შემდეგ. არც წუთი ასე არ ვიფიქრია პირადად მე, რომ ეს ვთქვათ მე მკვიდრეობით დატოვა. უბრალოდ როგორ რამეა, იცი, როცა ასწავლის ადამიანი მთავრობას ისა წემს თავრობას, პატრიარქობას, თავის გვერდზე მყოფ ადამიანს, ეს წლებით გრძელდება და ჩვენ ხედავთ პატრიარქის დამოკიდებულებას ამ საკითხში. ხო, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ვინმე თქვა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, არამედ იმიტომ რომ ვიღაცებმა სხვებს მისცეს ხმა ხო სინოდში. არა უძალია სხვა პოზიცია. ანუ აღმოჩნდა რომ 14 ადამიანი მინიმუმ თუ უფრო მეტი კიდევ ასე არ ფიქრობდა და სხვებს მისცეს ხმა სხვა კანდიდატებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ეს ტრაგედია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ღირსეული ადამიანები არიან და რომ მომხდარიყო ისე რომ მე რაც მინდოდა ისე არ ყოფილიყო, რა მნიშვნელობა ქონდა უფალს რაც უნდა ისე. ანუ გამოვიდოდა რომ მაშინ პატრიარქის ნებას გადაუხვიეს თუ ასე არ გამოვიდა. არა, არ გამოვიდა. ღვთისნება არის პატრიარქის ნებაც ამ შემთხვევაში. თუ სხვანაირად იქნებოდა, ჩვენ ყველა ვთქვით ერთმანეთში, რომ ჩვენ
ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ და მივყვებით იმ გზას, რომელიც გამოჩნდება შედეგად, ხო? ხო, ну, კი ბატონო, და ეხლა ხო მე უფეშიო, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად პატრიარქია შეიძლება ითქვას. გამოჩნდა ჯერჯერობით პატრიარქი არაა, სანამ არ ხდება ინტრონიზაცია. ხო, შეიძლება ითქვას, ხო. ჩვენ მივყვეთ ცხოვრებას. კი ბატონო